გამარჯობათ მეგობრებო, განხლავართ ლეილა. გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube-არზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს, დააკომენტაროთ, დაალაიქოთ, დააფიქროთ თქვენი აზრი და ძალიან გამიხარდება თქვენ აზრს მოვისმენ იმის შესახებ, ანუ ამ წელსაც ჩავწერე ვიდეო და წინა წელსაც რამდენად დაემთხვა თქვენ ეს პროგნოზი, რამდენად დაემთხვა, დაემთხვა თქვენს ესე იგი გამოცდილებებს და რაც მოხდა ამ წელს და იმ წელს. ეს იქნება ჩემთვის ძალიან საინტერესო. ეხლა მინდა ვისაუბრო, დავიწყო იმით თუ დღეს ვისაუბრებთ მორიელებზე და თუ რა გველის მორიელებს 2025-ში. პირველი მინდა ვისაუბრო რეტრო მერკურიზე, რომელიც იქნება სამჯერ რეტროგრადული და რეტრო მერკურის დროს რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ, აი ამაზე ვისაუბროთ. რეტრო მერკურის დროს არ ვყიდულობთ და არ ვიწყებთ რაიმე ახალს, იმიტომ რომ დიდი ალბათობით შედეგი არ მოგვეწონება. ან გაფუჭებული ჩამოვა, ან ის არ ჩამოვა, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა, ან შეგვპირდნენ, ან დოკუმენტებში რაღაც პრობლემა იქნება. და ამ მხრივ არ არის მიზანშეწონილი. თუმცა ფანტასტიკურია იმისთვის, რომ ძველ საკითხებს დავუბრუნოთ, დავხვეწოთ, დავგეგმოთ და დავაგვირგვინოთ, ასე ვთქვათ. პირველი რეტრო მერკური იქნება 15 მარტის 7 აპრილის პერიოდში, ეს იქნება მე-6 სახლი და სფეროები იქნება ჯანმრთელობა, ყოველდღიურობა, ყოველდღიური საქმიანობა და შინაური ცხოველები. თუ ვიმეს კიდევ და კიდევ დაკარგული გქონდათ, ყავდათ უბრალოდ შინაური ცხოველი, შეიძლება იპოვოთ აი ამ პერიოდში ზუსტად და დაუბრუნდეთ ამ საკითხებს და დახვეწოთ ეს საკითხები. მეორე რეტრო მერკური იქნება 18 ივლისი 11 აგვისტოს პერიოდში ჩვენს მეათე სახლში. მეათე სახლი მიგვიდიდებს კარიერაზე, მამასთან ურთიერთობაზე, სტატუსზე, როგორც კარიერულ სტატუსზე, ისე და ზოგად სტატუსზე, ისე ოჯახურ სტატუსზე. ასევე დახარისხებაზე და წარმატებაზე, ხო? და დიდი ალბათობით აი ამ შეიძლება ძველი სამსახურიდან ანუ ისევ შეგეხმიანონ, ან უკან დაბრუნება გთხოვონ, ან რაღაცა ამ საკითხებს დაუბრუნდებით, დახვეწავთ და ამაზე იმუშავებთ ეს პერიოდი. 9 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით იქნება ჩვენს მეორე სახლში, რაც მეტყველებს, რომ ფინანსური მხარე იქნება ძალიან აქტიური, ვალების დაბრუნება, გამომუშავება ძალიან აქტუალური იქნება. ფინანსურ საკითხებთან დაბრუნება, ამაზე მუშაობა, გარდა ამისა იქნება უნარებზე და რესურსებზე მუშაობაც, ხო, თუ ვთქვათ, მაგალითად ადრე ვიღაცამ მღეროდეთ, ანუ მიანებეთ ამ კურსებს, დაუბრუნდეთ და ვთქვათ, ეს დახვეწოთ ეს მხარე და უფრო რაღაცა ეს ახალი უნარები, ახალი რა, ანუ ადრე დაწყებული უნარები უფრო დახვეწოთ და გამოიმუშაოთ, ხო, ეს არ არის, რომ აი ხა დღეს ვიწყებ. არა, ეს იყო ადრე დავიწყე, მივანებე და ეხლა ვუბრუნდები. შემდეგი არის რეტრო ვენერა. ეს წელი საერთოდ საინტერესო იქნება იმით, რომ ძალიან ბევრი პლანეტა იცვლის ნიშანს და გარდა ამისა, ბევრი რეტროგრადული პლანეტა გვყავს. და ამიტომ ამისთვის ამის გამო არის ძალიან საინტერესო და ვენერა რეტროგრადული იქნება 2 მარტიდან 13 აპრილის პერიოდში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ არაფრის და არაფრის დიდებით არ ვიტარებთ ამ პერიოდში ესეთიურ ჩარევებს. მით უმეტეს ჩვენს მე-6 სახლში იქნება ჯანმრთელობას ეხება ეს, ეხება ყოველდღიურ სამსახურს, მუშაობას და მას შინაურ ცხოველებს. და შესაბამისად ამისა დიდი ალბათობით არ მოგვეწონება შედეგი, ისეთი არ იქნება, როგორც გვინდოდა რომ იყოს. და მეორე მნიშვნელოვანი, ან შეიძლება მეორე კი არა, პირველი მე მგონი ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვისთვის როგორ, მოკლედ ის რომ თუ ხელის მოწერას აპირებთ ან დაოჯახებას, ამ პერიოდს არ დაამტყიოთ, იმიტომ რომ ურთიერთგაგება, ოჯახური იდილია, სიყვარული ეკლდება. ამიტომ ცოტა ეს პერიოდი მოვიცადოთ, ხო? და რაც შეეხება ჩვენს პირველ სახლს, როდესაც მაქსიმალურად ვიკაშკაშებთ და ყურადღების ცენტრში ვიქნებით და გვინდა მოვხიბლოთ ადამიანები, ასე ვთქვათ, მაშინ ეს კარგი პერიოდია, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ეს პერიოდია 7 იანვარი 1 თებერვლის პერიოდი. ასევე მე-7 სახლი, როდესაც ოჯახთან ურთიერთობა, ურთიერთობა ყოველდღე ვისაც ვხედავთ, ასე ვთქვათ, ხშირი ურთიერთობა ვისთანაც გვაქვს, გარდა ამისა პარტნიორები,
მეტოქეები, აი ამათთან მაქსიმალურად ყურადღების ცენტრშიც ვიქნებით და გამარჯვებულები ვიქნებით, მოდი ასე ვთქვათ და ისე ვნახავთ სიტუაციას, როგორც ჩვენ გვინდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ სიტყვის კარგი გაგებით. შემდეგ არის მარსი, მარსიც იქნება რეტროგრადული 7 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით და ეს არის პერიოდი, როდესაც იმატებს სიზარმაცე, რაღაცა უენერგიობა და ეს კარგი პერიოდია, რომ დასასვენებლად გამოვიყენოთ რეალურად და მაქსიმალურად დასახვეწად, ანუ იცი რისთვის არის კარგი, რომ ანუ დაისვენო, დაგეგმო, დაფიქრდე, ანუ მოქმედებაზე კი არ გადადიხარ, უბრალოდ აი ამენეჯმენტებ, ასე ვთქვათ რა და მეცხრე სახლი მიგვითითებს იმაზე, რომ ეს სფეროები იქნება განათლება, რელიგია, შემდეგ მასწავლებლებს რაც შეეხება, ტრენინგები და ესეთი რაღაცეები. გარდა ამისა, მეცხრე სახლი შეიძლება ემიგრაციაც იყოს, ოღონდ ეს არ არის ახალ ადგილზე დაბრუნება, წასვლა, ეს არის ძველ ადგილზე დაბრუნება. ამაზე სხვა პლანეტებიც მიუთითებენ და ამაზე ვისაუბრებ ცოტა მერე. ხო და მეცხრე სახლი, ასევე იურიდიული საკითხები, აი ამ საკითხებს დაუბრუნდებით დიდი ალბათობით რა. და საკმაოდ აქტიური იქნებით მერე უკვე, როდესაც ეს რეტროგრადულობა დამთავრდება და ეს მერე 7 იანვრიდან 29 აპრილის ჩათვლით პრინციპში მეცხრე სახლში ამდენი ხანი გეყოლებათ მარსი. და შემდეგ არის იუპიტერი. იუპიტერი ზოგადად რომელ სახლშიც შედის ხოლმე იმ სახლის სფეროებს, საკითხებს, ანუ აფართოებს და იღბალი და ბედნიერება მოაქვს. შესაბამისად ამისა 10 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით 2006 წლის ივლისზე მაქვს საუბარი, ის იქნება ჩვენს მეცხრე სახლში, მაგრამ სანამ მეცხრე სახლზე ვისაუბრებ, 10 ივნისამდე ის ჩვენს მერვე სახლში იქნება. ესე იგი, მერვე სახლი, ხო? ივნისამდე დიდი ალბათობით დიდი ფინანსური წარმატებები გველის რა. ვალების დაბრუნება, სასამართლოების, თუ სასამართლოში გაქვთ საქმე, ამის მოგება, ასევე შეიძლება თანხა გაჩუქონ, ასევე აქტუალური და აქტიური იქნება საკითხები, ყველაფერი რაც ფსიქოლოგიას ეხება, ეზოთერიკას ეხება, სექსუალურ ურთიერთობებს ეხება, ბანკებს, კრედიტებს, ვიღაცა დაფარავს ამ კრედიტებს, ხო? ან ძალიან დიდი ვიღაცა შეიძლება ვიღაცამ აიღოს კიდევაც რაღაცა, ოღონდ პატარა თანხაზე არ არის საუბარი, ახლა დიდ თანხაზე საუბარი. და რეალურად დიდი ფინანსური წარმატება გველის ივნისამდე. ხო, ოპერაციებიც შედის სხვათა შორის ამაში, ტრანსფორმაციული საკითხებია რა ეს და დიდი ტრანსფორმაციები იქნება 10 ივნისამდე. შემდგომ უკვე მეცხრე სახლი. ჯერთი იუპიტერი თავის სახლში იქნება და მეცხრე სახლი მისი სახლია. და მეორე ძალიან იღბლიანები ვიქნებით სასამართლოების კუთხით, იურიდიული საკითხების კუთხით, მოგების კუთხით, განათლების კუთხით, ემიგრაციის კუთხით, ძველ ადგილას დაბრუნების შეიძლება დაბრუნდეთ და მერე კიდე რაღაცა ზოგადად იმოგზაუროთ, ანუ ეს მომენტიც არის რა. და ემიგრირდეთ სხვადასხვა ადგილას. ხშირი ცვლილებები, ხო? შემდეგი არის, ესე იგი, რელიგიაზე წარმოდგენები, რაღაცა გადავახარისხოთ, რაღაც გავეცნოთ და ასე შემდეგ, რელიგიურ წმენები, იმედი, აი ამ კუთხით, ხო? მამასთან ურთიერთობა ასევე ვიღაცისთვის შეიძლება იყოს, ხო? კიდე პრინციპში, ხო, ტრენინგები, განათლება, უნივერსიტეტები, აი ესეთი საკითხები ძალიან აქტიური და აქტუალური იქნება რა. დიდი ალბათობით თუ სადმე გინდათ ჩაბარება, ჩააბარებთ, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტების კუთხით და საკმაოდ წარმატებული იქნება. ამ მხრივ წარმატებული წელი გვაქვს. კი ბატონო, შემდეგი არის სატურნი. სატურნი ჩვენს მეექვსე სახლში იქნება 26 მაისიდან 2 სექტემბრის ჩათვლით და მე 2026 წელს მთლიანად შევა უკვე მესამე სახლში, მესამე კი არა და მეექვსე სახლში 2.5-3 წლით, ასე ვთქვათ. და ეხლა ამ 2026-ში ამაზე ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ ეხლა მეექვსე სახლი ამ პერსპექტივით განმარტოთ, ხო? 26
მაისი 2 სექტემბრის ჩათვლით. სატურნი ზოგადად მე-6 სახლში რა მხრივ არის კარგი. ის რომ სატურნი არის პლანეტა, რომელიც საზღვრებს აწესებს, რომელიც კანონებს, წესებს აწესებს, მენეჯმენტს განაგებს, დახარისხებას, დალაგებას, შესაბამისად ამისა. აქამდე თუ გინდოდათ გქონოდათ რა თქმა უნდა მარტო მე-6 სახლი ამაზე არ მეტყველის, მაგრამ აი ჯანმრთელობის კუთხით შეგიძლიათ იმუშაოთ, ფანტასტიკურია, დაალაგებთ თქვენ ჯანმრთელობას, ბევრად უფრო ჯანმრთელი იქნებით, ასე ვთქვათ, თუ ვინმე ავად იყო, ბევრად უფრო გამოჯანმრთელების გზაზე დადგება. ასევე ვიზუალის კუთხით შეიძლება იმოქმედოს, მაგალითად თუ ჯანმრთელ ცხოვრებას დაიწყებთ, შეიძლება თქვენი ვიზუალი კარგი გაგებით შეიცვალოს. შინაური ცხოველები, ყოველდღიური საქმიანობა, ანუ დაახარიცხოთ, დაალაგოთ და გაწეროთ თქვენი საქმიანობები, აი ფანტასტიკურია ამისთვის, ხო? და რაღაცნაირად უფრო ნათლად დაინახავთ, რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ და რატომ აკეთებთ. ურანი ჩვენს მე-8 სახლში იქნება და 8 ივლისი, 9 ნოემბრის პერიოდში იქნება ეს. შემდეგ უკვე 2026 წლის აპრილში კი მთლიანად შევა ის უკვე ჩვენს მე-8 სახლში, ხო? 7 წლით ნახეთ. ურანი რისკის პლანეტა, მოულოდნელობის პლანეტა, სიურპრიზების პლანეტა მე-8 სახლში თან. მე-8 სახლი ჩვენი სახლია, ხა ეს ვიცით. ტრანსფორმაციის სახლი, სფეროები ჩამოთვალთ, ხო? ტრანსფორმაცია, სექსუალური ურთიერთობები, ფსიქოლოგია, ეზოთერიკა, ყველაფერი დაფარული ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ბანკები, სიკვდილის სიცოცხლის საქმეები, ანუ ჩვენ ვიცით ხოლმე რა ესე ჩვენი ფერფლით არ ვავდგებით ხოლმე, ესეთი ისინი გვაქვს ხოლმე მე-8 სახლელებს, ამიტომ ეს ძალიან ის იქნება, რა ქვია, აქტუალური იქნება, მაგრამ საინტერესო ხა უფრო იმებს საინტერესოს ხდის ურანის მანდ შესვლა. რაც მეტყველებს იმაზე, რომ მოულოდნელი იქნება ეს ყველაფერი, ანუ დაგეგმილად კი არ ვიცვლებით, ანუ მოულოდნელად ხდება რაღაცები და ამ მოულოდნელად მომხდარის ფონზე, ხო, ოპერაციებიც მათ შორის ძალიან ვიცვლებით. ჰოპ რაღაც მოხდა, ანუ და მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ რაც ხდება უკეთესობისკენ ხდება, თუნდაც შეიძლება ეს მძიმეც იყოს, ხო, რაღაც გაგებით თავი, ანუ პირველ დანახვაზე. შესაბამისად ამისა, ძალიან ტრანსფორმაციული იქნება და მოულოდნელი იქნება. ნუ ეხა ვინც მისმენთ რაღაც გაგებით უკვე გექნებათ წარმოდგენა, თქო, თათი ისეთი მოულოდნელიც არ იქნება, მაგრამ მაინც აი ის რაღაც რო ხდება, პირველი რაც მოდის, შოკის ამბავი მოდის, ან მოულოდნელია მაინც რა, ანუ ურანს ესე ვერ აკონტროლებ, ასე ვთქვათ. და ძალიან განსხვავებული პლანეტა არის ამიტომ მოულოდნელი ცვლილებები ამ სფეროებში, ხო? და ეს ძალიან გაგანვითარებთ, ანუ ძალიან წინ წაგვწევს და ბევრად კარგ ცხოვრებას მოგვიტანს. თუმცა, რა თქმა უნდა, კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ ახლა და ან ყოველთვის ცვლილებები კომფორტის ზონიდან გამოსვლას ნიშნავს. ესია. შესაბამისად ამისა და შემდეგ წარმოიდგინეთ მე 2027 წლით რო შევა, აი როგორი ტრანსფორმაცია, ეს იქნება აი რაღაცა აი წინ რო შევხედავთ დაახლოებით რა საკითხები იქნება რა, აი ასე თქვა. იცი რა არის, ვიღაცას მოულოდნელად შეიძლება გაიგოთ, რომ დაორსულდით, ან მამა ხდებით, ან რაღაც ბებია და ასე შემდეგ. ანუ აი ამ ხრივად შეიძლება ეს არ არის დაგეგმილი და უცებ რო ანუ რო არ ქონდა დაგეგმილი და უცებ მოხდა, ან კიდე რო არ გიგონა რომ კარგად იქნებოდა და უცებ პასუხი დაიდო, რომ იცი რა არის, კარგია. ხო? ამ ძალიან რისკებით სავსე წელი იქნება ამ კუთხით და ნუ ხა მორიელებს რისკი გვიყვარს, არ ეგეთი რაღაცები არ გვაშინებს, ამიტომ ან ნაკლებად გვაშინებს. ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება ამ ხრივ. ეხლა ნეპტუნიც მე-6 სახლში იქნება 31 მარტი 23 ოქტომბრის პერიოდი, შემდეგ 2026 წელს იგი უკვე მთლიანად შედის, წარმოიდგინეთ, ჩვენს მე-6 სახლში. ესე იგი, ეს რას ნიშნავს? ნეპტუნს არ გააჩნია საზღვრები და ის ძალიან ამოუცნობი პლანეტა არის ერთის მხრივ, იმიტომ რომ ძალიან ეზოთერული, ანუ ხო 2025 წელს ძალიან ძლიერი ისედაც არ გვაკლია ინტუიცია, მაგრამ უფრო გაძლიერდება ეს ინტუიცია და ეხლა წარმოიდგინე ნეპტუნი რომ მე-6 სახლში შევა.
და ყოველდღიური საქმეები, ანუ ძალიან ბევრ საქმეს შეიძლება მოეჭიდოთ. ფრთხილად იყავით, რომ არ გადაიწვათ, არ გადაიღალოთ უბრალოდ. იმიტომ რომ თქვენ შესაძლებლობას საზღვრები არ ექნებათ. აი როგორ გითხრათ, იმდენად დიდი განვითარებები იქნება, ანუ ბარიერები არ გვექნება რა და გახსნილი იქნება გზები და კარები, ასე ვთქვათ. და ასევე ჯანმრთელობის კუთხით, ანუ ბევრად კარგი ჯანმრთელობა გვექნება. რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენც კიდევ ერთხელ პლანეტები გვეუბნებიან პერიოდს, ხო, რომ აი კარგია, რომ ეს გამოიყენოთ, თორე პლანეტები ხო არ ჩამოვლენ ციდან და ჩვენს ნაცვლად ხო არ გააკეთებენ რაიმეს, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ, ხო, მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების სტილი დავიწყოთ, ან თქვათ ანალიზები ჩავაბაროთ და ასე შემდეგ. შესაბამისად ამისა და შინაური ცხოველები ანუ ეს სფეროც არის, შესაბამისად ვიღაცა შეიძლება ძალიან ბევრი გადაწყვიტოს, რომ ბევრი შინაური ცხოველი მიიყვანოს სახლში, არ არის გამორიცხული. ნუ აპრიორი ძალიან ბევრი საქმე გექნებათ, ანუ აი აქტიური იქნება 2025 რა, აი ესე პასიური არ ექნება, ასე რომ, იმიტომ რომ ბევრი საქმე გვექნება. მაგრამ საინტერესო ეხლა რა არის, რომ ნეპტუნი და სატურნი აგვისტოში შეერთდება. და მათი შეერთება ხარ რას მოგვიტანს? ანუ ერთის მხრივ ეს ორი პლანეტა თითქოს აი ამ კუთხით არის ერთმანეთის საპირისპირო. რა გაგებით საპირისპირო? პირველს თუ ძალიან სტრუქტურა უყვარს და საზღვრები აქვს, მეორეს ნეპტუნს არ აქვს ეს საზღვრები. ნახეთ და აგვისტოში ბალანსი, ანუ ვსწავლობთ ბალანსს. ეხლა რას ნიშნავს? თუ ძალიან ზედმეტად შემაწუხებლადაც კი, იმიტომ რომ ყველაფერი ზედმეტი არის მავნებელი ადამიანისთვის და შემაწუხებლად თუ ძალიან ესე იგი გაწერილად აი ესე უნდა იყოს ეს ჭიქა აქ უნდა იდოს და ასე შემდეგ ეს უტრირებულად ვამბობ რა თქმა უნდა და ვერ ის არ ქონდა რა აი ვერ გებოდით რა აი უცებ იცვლებოდა რაღაცა და ეს ძალიან გვიჭირდა მორიელებს ეს არ გვიჭირს მაგრამ ვისაც აქვს ნუ იმიტომ რომ რუკები ხო განსხვავდება ხო ვიღაცა შეიძლება გქონდეს. პირად რუკაზე მაქვს საუბარი, შესაბამისად ის ისწავლის უფრო მეტ მოქნილობას. უფრო მეტად მოქნილები გავხდებით. ხოლო ვინც ძალიან ქაოტური იყო, რა ვიცი მე, ყველაფერი ქაოსში გქონდა, პირიქით ისწავლის იმას რა ქვია, სტრუქტურირებას, დაალაგებას ასე ვთქვათ და ამ მხრივ დაალაგებს თავის ცხოვრებას რა. და შესაბამისად ამისა ის ძალიან კარგი პერიოდია აგვისტოს თვე ანუ უფრო დანათლად შეგვიძლია დავინახოთ პერსპექტივებიც და უფრო ნათლად შეგვიძლია დავინახოთ იმიტომ რომ დაალაგებული იქნება რა გვინდა საითკენ მივდივართ რატო გვინდა და ყველათან ძლიერები რო ვართ ყველაფერი რო შეგვიძლია რა ანუ ცხოვრებამ გვანახა რომ იცი რა არის შენ ყველაფერი შეგიძლია შესაბამისად ამისა ძალიან მაგარი იქნება ეს თუმცა რა თქმა უნდა ისევ და ისევ ანუ ყველა პლანეტას და აი როგორ ზის სახლებში და ასე შემდეგ აქ თავისი ყველას აბსოლუტურად რა ქვეყანაზე ქვეყნის ზურგზე ყველაფერს რომ პლუსიც აქვს და მინუსიც აქვს. ეხლა რა თქმა უნდა აქ უნდა გავითვალისწინოთ რომ თქვათ მავნე ნივთიერებები არ უნდა მოვიხმაროთ ასევე რა ქვია უკანონო რაღაცები არ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ შესაბამისად ნეპტუნი, ხო? ანუ და მით უმეტეს მეექვსე სახლში ყოფნა, ეხლა თუ ამას ცუდად გამოვიყენებთ, ცუდი შედეგი იქნება, ხო? ეხლა ეს ძალიან ბანალური და ძალიან ეს პირდაპირ თვალნათლივ ჩანს ეგ ეგრეა. ხო, და თუ პირიქით ამას დადებითად გამოიყენებთ, დაკავდებით თქვენი ჯანმრთელობით, ხო? და ჩვენ ადამიანებს გვახასიათებს ხოლმე რომ რაღაც ჩვენ ჯანმრთელობას ძალიან ბოლოში იმოშვებით ხოლმე ესი არ ქნათ 2025-ში პირიქით რაც ჩასატარებელი ანალიზები ჩავიტაროთ რაც თქვა თუ შეგვიძლია ჯანსაღი ცხოვრებით დავკავდეთ ეს არის ფანტასტიკური და შეგიძლიათ გამოიყენოთ ხო ეხლა პლუტონი ჩვენი პლანეტა მე მგონი 24-28 ნოემბერს ამ წლის 2024 წლის შეიცვალა ნიშანი და გადავიდა ჩვენს მეოთხე სახლში. 20 წლით იქნება ის ჩვენს მეოთხე სახლში და მეოთხე სახლი მიუთითებს სამშობლოზე, მიწაზე, დედასთან ურთიერთობაზე, ქონებაზე, სახლზე, რემონტზე
აი ყველაფერი ამასთან დაკავშირებულზე და ნახეთ პლუტონი ტრანსფორმაციის პლანეტა არის რა და მთელი 20 წელი აი ამ ხრივ გვექნება ცვლილებები. თან ახლა საუბრობ და ჩემ იმასაც ვიხსენებ, იმიტომ რომ მეც ხომორიელი ვარ და ვცდილობ გავიაზრო აი ჩემთან როგორ არის და ასე შემდეგ და აი მართლა ასტროლოგია ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მავოცებს, იმიტომ რომ იმდანაც ერგება მე ვამოფსიღრმისეულ ასტროლოგიაზე და არა იმაზე, რასაც უბრალოდ ღადაობის ან რაღაცა ხუმრობის ბოდიში სამ სიტყვაზე, მაგრამ პონჩი ვიყენებთ ხოლმე, ხო? სერიოზულ ასტროლოგიაზე ვამბობ, მაკვირვებს, იმიტომ რომ მართლა იმდანაც ემთხვევა ხოლმე, რომ აი რავი, აი ზუსტად ხსნის, რომ ეს და ეს პირობითად. და პლუტონის მეოთხე სახლში ყოფნა, სახლის შეძენა, ემიგრაცია, ჩვენ გვაქვს ეს პოტენციალი, ემიგრაცია, სახლის შეძენა, ახალ სახლში გადასვლა, სტატუსის შეცვლა, დაოჯახება, აი ეს მთელი 20 წლის ვიღაცა დედა გახდება, ვიღაცა მამა, ბებია და ასე შემდეგ. ანუ ეს მეოთხე სახლში პლუტონის ყოფნა, აი რადიკალურ ცვლილებები იქნება, ხა 20 წელი არ არის ცოტა და ძალიან სხვა ლეველზეა ავალთ რა. ამიტომ ძალიან საინტერესოა აი ამ კუთხით და ძალიან მართლა მაინტერესებს მეც თქვენ გონიათ მე არ უსმენ ხოლმე და ვუბრუნდები წინა წლების იმას უსმენ წლევანდელისას უსმენ აბა რა მოხდა აბა რამდენად დაემთხვა და თქვენი აზრი დააფიქსირეთ ძალიან გთხოვთ რამდენად დაემთხვა როგორ არის ეს ყველაფერი და გამიზიარეთ იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს შემდეგი კარმული კვანძები 12 თვით ანუ წელიწად ნახევრით იქნებიან ჩვენს მე-5 და მე-11 სახლებში და ეს შევა 12 იანვარს. პერიოდულად ანუ ჩავწერ რა თქმა უნდა მოკლე ვიდეოებსაც და უფრო გრძელ ვიდეოებსაც თვითოებულზე ცალ-ცალკე და ასე შემდეგ კიდე შეგახსენებთ და გვეცოდინება ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა 12 იანვარს რო ის მე-5 მე-11 სახლში შევა რაზე მეტყველებს ეს, რომ აქტუალური საკითხები იქნება ბავშვები, გართობა, სიყვარული, საყვარლები, სცენაზე გამოსვლა, ზოგადად შემოქმედება, ასევე მეგობრები, ფართო მასა, ტექნოლოგია, ტექნიკა, ყველაფერი მიზნების დასახვა, ესენი იქნება ძალიან აქტუალური და პოპულარული, ვისაც გვინდა და ვინც სოციალურ სფეროში ვართ, პოპულარობის მომტანიც არის ეს რა ქვია, ეს წელიწად ნახევარი. მას შემდეგი ერთი წუთი. შემდეგი იქნება დაბნელებები. მას ჩვენ ორი მზის და ორი მთვალის დაბნელება გვექნება და დაბნელება რაზე მიუთითებს კულმინაციაზე, შედეგზე ყოველთვის და ეხა პერიოდსაც გეტყვით და რომელ სახლებში იქნება ამ სფეროებსაც მოგახსენებთ ასე ვთქვათ. პირველი მთვარის დაბნელება იქნება 14 მარტს ჩვენ მე-11 სახლში. კულმინაცია შედეგი გვექნება მეგობრებთან ურთიერთობის დროს, მეგობრებთან ურთიერთობები, ასევე ინტერნეტი, ტექნიკა, ტექნოლოგიები, ყველაფერი განსხვავებული, ფართო მასა, მასებზე გასვლა, პოპულარობა, აი ამებზე შედეგებს დავინახავთ და ეს იქნება ძალიან მაგარი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ალბათ სავარაუდოდ აქამდე ძალიან ბევრს ვიშრომებთ და აი უკვე მომენტი დადგება ამის შედეგის რომ დავინახოთ. ასევე მიზნებზე მუშაობა და ოცნებების მიღწევის კუთხითაც. ასევე იქნება ის მომენტი, რომ უკვე გვეცოდინება, რომ აი ეს ვინ არის თქვენი მეგობარი და ვინ არ არის თქვენი მეგობრები. შემდეგი არის მზის დაბნელება. მზის დაბნელება არის ჩვენს მე-6 სახლში. და ის იქნება ჩვენს მე-6 სახლში 29 მარტს შევა. უბრალოდ 29 მარტს იქნება მზის დაბნელება მე-6 სახლში. სფეროები იქნება ჯანმრთელობა, შინაური ცხოველები და ყოველდღიური საქმიანობა და მუშაობა. კულმინაციას და შედეგს ამ მიმართულებებით ვნახავთ. შემდეგ მთვარის დაბნელება, რომელიც 7 სექტემბერს იქნება მე-5 სახლში, სფეროები იქნება ბავშვები, სიყვარული, საყვარლები, სცენაზე გამოსვლა, ჰობი, შემოქმედება, უნარები, ამებზე მუშაობა და მათი შედეგების დანახვა.
21 სექტემბერი იქნება ჩვენს მე-11 სახლში. კულმინაცია იქნება ისევ და ისევ ტექნოლოგიები, ყველაფერი განსხვავებული, ტექნიკა, ფართო მასებზე გასვლა, მეგობრები, პოპულარობა, მიზნების დასახვა, მიზნების მიღწევა, აი ამებზე გვექნება შედეგები. ხო მართლა ესე რომ ვიხედები ხოლმე, პარალელურად ვფიქრობ ხოლმე, ხანით ვიხედები, ხანაკეთ, ანუ ფიქრის რეჟიმში ვარ და მაგიტო მაქვს ეგეთი გამოხედვა, გადახედვები ხოლმე და რაც შეეხება აი აქ რო ქვემოთ რო ვიყურები ხოლმე ასეთი ჩანიშნა მაქვს ხოლმე ჩემთვის რომ არ დამოვიწყოს, იმიტომ რომ ამდენი ინფორმაციის დამახსოვრება არის შეუძლებელი უბრალოდ. და არ გაგიკვირდეთ. მაშ და ბოლოს მინდა ვისაუბრო ახალ მთვარეობაზე. ახალ მთვარეობა ძალიან კარგია იმისთვის, რომ დავიწყოთ რაიმე ახალი. ერთადერთი ვაკვირდებით იმას, რომ რეტროგრადულობას არ დავამტყიოთ. ხო, ვიღაცები თუ ბიზნესის წამოწყების კუთხით არ დამავიწყეს ურანზე რო გელაპარაკეთ, იქ ბიზნესის წამოწყებაც არის და მარტო ურანზე არა, სხვა დანარჩენ ნებზეც მაქვს საუბარი. დიდი ალბათობით ვიღაცები ბიზნესს დაიწყებთ, ვიღაცები დახურავთ, მე ხელახლა დაიწყებთ, ანუ ბიზნესის თემები ძალიან აქტუალური იქნება. ახალ მთვარეობის დროსაც ძალიან კარგია ახლის დაწყება ზოგადად. ანუ ახალი მთვარე გვეხმარება ხოლმე, რომ უფრო გავაფართოვოთ ეს ყველაფერი და მივახციოთ იმ ახალს და კარგს, ასე ვთქვათ. მოკლედ, მადლობა რომ მომისმინეთ, წარმატებებს გისურვებთ შემომრიელება. მინდა რომ ყველაფერი საუკეთესო გქონდეს, ჩვენც და არა მარტო ჩვენ, ასე ვთქვათ, ხო? აბა თქვენც და შეხვედრამდე.